უწყობდეთ ჟამი, რამე თუ აწვიარს, ჟამი განღვიძება ჩვენი ძილისაგან. აწვიარს. რომელი წამი არ არის ჩემ ცხოვრებაში, რომელი წამი არ ყოფილა, ან არ არის ჩემ ცხოვრებაში, რომელი წამი, რომელიც არ საჭიროებდა აი ამ სიტყვებს. ყოველ წამს საჭიროებ მე, გამოფხიზდი თეოდორე, გამოფხიზდი, ეხლა არის შენი განღვიძების ჟამი, გამოფხიზდი, ნუ გძინავს. სულ მუდამ ერთ ადგილას პავლე მოციქული იმას ამბობს, გახსოვთ, რომ გაიღვიძე მძინარავ, ნუ გძინავს. და ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია. აი რომელი წამი არ არის, არ ყოფილა და არ არის ჩემ ცხოვრებაში, რომ ეს სიტყვები ჩემთვის აქტუალური არ იყოს. აწვი არის ჟამი განღვიძებათ ჩვენი ძილისაგან. რატომ არის აქტუალური? მუდამ, იმიტომ რომ სულ გძინავს. რას ნიშნავს გძინავს? ვერ ვხედავ, ვერ განვიცდი ღმერთს ისე როგორც უნდა ვხედავდე და განვიცდე მე როგორც გონიერი და თავისუფალი არსება ღვთისხატება და მსგავსი. ვერ ვხედავ, ვერ განვიცდი მას. ეს იყო ხშირად გვითხოვს მონაზვნების თვით განდეგილი მამების, რომლებიც აღარ ცოდავდნენ, რასაც ჩვენ ცოდვებს უწოდებთ გარეგნულს, მათი მუდმივი მგლოვარების მიზეზი, სულ მგლოვარებდნენ ისინი, ჩაკეტილები რო იყვნენ კელიაში, სენაკში. რატომ? იმიტომ რომ ღმერთს ისე ვერ განიცდიდნენ, როგორი რწმენაც აქვთ. ჩვენი განცდა ღმერთის არ შეესაბამება ჩვენს რწმენას. ხო? ჩვენ რო ვამბობთ ღმერთს ვეუბნებით მამას, ჩვენ ვერ განვიცდით ჩვენ შვილობას და მის მამობას ისე, რასაც ვამბობთ. გესმით, ყველა სიტყვა ლოცვისა ესეა. ევქარისტიული ცხოვრება, ეს ჩვენ ვეზიარებით, უფალი გვეუბნება, ვინ შეჭამს ჩემს ხორცს და სისხლს, მე მასში შემოვდივარ. შემოდის ჩვენში როგორც სხვა სიცოცხლე, ხო? იწყება მასში სიცოცხლე, მარადიული. ეს ვიცით, ამას ვაკეთებთ, გვწამს, რომ ეს ასია, მაგრამ ჩვენი განცდა შინაგანი გამოცდილება არ შეესაბამება ამ სიტყვებს. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს სწორედ მაგას. გძინავს და ეს კიდე მსუბუქი ნათქვამია, იმიტომ რომ უარესი ნათქვამით შეიძლება იყოს. ეს არის სიკვდილი. მკვდარნი ვართ თუ გძინავს. პავლე მოციქული გზოგავს კიდე და არ გვეუბნება რომ მკვდარნი ხართ, იმიტომ რომ თუ მკვდარი ხარ, მას არაფერი აღარ უშველის. გძინავს და გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს.